დამწრობის ფართობი 1900 კვადრატული სანტიმეტრი. პაციენტი გადაყვანილია პარიზის კიურის ინსტიტუტში. დამწრობის ფართობი 1700 კვადრატული სანტიმეტრი. პაციენტი გადაყვანილია მოსკოვის ბუნატიანის ჰოსპიტალში. დამწრობის ფართობი 100 კვადრატული სანტიმეტრი. პაციენტი მკურნალობას განაგრძობს თბილისში. ეს დასკვნები 2001 წლის თებერვალში თბილისის სისხლის გადასხმის ინსტიტუტში წალენჯიხიდან ჩამოყვანილი პაციენტების ავადმყოფობის ისტორიებში ჩაიწერა. ამ ჩანაწერებამდე ზუსტად 3 წლით ადრე თბილისის აეროპორტში გალაქსის ტიპის 2 თვითმფრინავი დაეშვა. მანამდე სატრანსპორტო თვითმფრინავი თბილისში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის გამო ჩამოფრინდა. მაშინ ეკიპაჟმა ტერაქტის ადგილზე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დეტექტივები ჩამოიყვანა. იმ დღეებში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ტერორისტების ძებნის და სამეგრელოში მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაციის პარალელურად ქვეყანაში კიდევ ერთი და არანაკლებ მნიშვნელოვანი სპეცოპერაცია განხორციელდებოდა. ამერიკელთა მთავარი სამიზნე არა ტერორისტები, არამედ ქვეყანაში ყველაზე გასაიდუმლოებული ობიექტი, მცხეთის რეაქტორი გახდებოდა. ეს ბრძანება კი 1945 წლის 20 აგვისტოს ჰიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოგდების შემდეგაა გამოცემული. სტალინის 9887 ბრძანებით ლავრენტი ბერია ატომური კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. ბრძანების შესრულებას ბერია პირდაპირ ბერლინიდან შეუდგა, სადაც გერმანელი ფიზიკოსებისა და ბირთვული კვლევითი ინსტიტუტების ევაკუაციას ხელმძღვანელობდა. მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილებით გერმანელი მეცნიერები საქართველოში, სოხუმის საიდუმლო ლაბორატორიებში სამუშაოდ მოდიოდნენ. ყველაფერი კი ერთი სატელეფონო ზარით დაიწყო. ბერიამ დამიძახა და მითხრა რომ როგორ ხართ აქეთ იქეთ ისინი ტელეფონით და მელაპარაკა სოხუმშიო ის რომ არის სანატორიუმი ის სადგურს ცოტა იქით არის სანატორიუმი შეიძლება სანატორიუმი იყო ძალიან კარგი და რა მდგომარეობაში არის ის მეუცხარი ამ ხანაგლავრელი ჩვენთან ყველა ინსტიტუტები ისინი სანატორიუმები და დასასვენების სახლები სამხედროების ხელში არის, იმიტომ რომ ომია და იქ ყავს ომის ისინი დაჭრილები იმყოფებიან მეტი მოთხარი. არ შეიძლება რომ მაგერიო კი ჯერ არ მითხრა რაშია საქმე, რომ გადავიყვანოთ თუ აუცილებელი არის გაქვენო რაიმე რეზერვი. მეუთხარი ერთ თუ შეიძლება თვის ბოლომდე მომეცით დრო და გავიგებ. ომის დროს არა მარტო აფხაზეთში, არამედ მთლიანად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ყველა სანატორიუმი და დასასვენებელი სახლი ჰოსპიტალებად იყო გადაკეთებული, მათ შორის სინოპის დასასვენებელი სანატორიუმიც. შეუძლებელია საბჭოთა ჰიმლერს ეს ფაქტი არ სცოდნოდა. ამიტომ ეჭვგარეშე იყო, რომ ბერიას შეკითხვა რაღაც უფრო მნიშვნელოვანს ემსახურებოდა. და გავიგე, რომ გაგრაში მქონდა სანატორიუმი ცარიელი. იყო მშვენიერი სპეციალისტებისაგან შემდგარი ატომური იანადის გერმანული ინსტიტუტი. სტალინმა იცოდა, ბერიამ იცოდა ბერლინი. აკურჟენიაში რომ იყო, ბერიამ გააგზავნა 3 თვითმფრინავი, ჩასვა ეს ხალხი და 3 თვითმფრინავით ეს ინსტიტუტში ჩამოიყვანეს და ამ სანატორიუმში მოვათავსეთ ეს ინსტიტუტი. ველური მცენარეებით დაფარული ეს შენობა ყველაზე იდუმალებით მოცული ადგილია არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი შავი ზღვის სანაპიროზე. აი სწორედ აქ, რამდენიმე ასეულ მეტრში, ცნობილი პლაჟებიდან 1945 წლის შემოდგომაზე სოხუმელებს გერმანული ლაპარაკი შემოესმათ. კლაუს ტისენი მაშინ 18 წლის იყო. ის მშობლებთან და სხვა გერმანელ მეცნიერთა ოჯახებთან ერთად ბერიას ბრძანებით ბერლინიდან ჯერ მოსკოვში, ხოლო შემდეგ სოხუმში ჩამოიყვანეს. მამამისი ადოლფ ტისენი ცნობილი ქიმიკოსი იყო, რომელიც ვერმახტის დაკვეთით ურანის გამდიდრების დიფუზიურ მეთოდებზე მუშაობდა. როცა საბჭოთა არმიამ დაიკავა ბერლინი,
რუსებს უკვე ჰქონდათ სტრატეგიული ობიექტების ზუსტი გეგმა, მათ შორის ქალაქის დასავლეთ ნაწილშიც. Приехали к нашему институту, у них был точный план важных объектов. Например, институт моего отца. ამაჩემის ინსტიტუტი შედიოდა ამ ჩამონათვალში. იქ მოვიდნენ საბჭოთა ოფიცრის ფორმაში გადაცმული საბჭოთა მეცნიერები, მაგალითად ცნობილი ფიზიკოსი კიკოინი. Офицерской форме, хотя они никогда не служили. Например, Кикоин очень известный физик. ჯარისკაცებმა ინსტიტუტი და მიმდებარე ტერიტორია მთლიანად კონტროლზე აიყვანეს და პერიმეტრზე დაცვა ჩააყენეს, რათა ინსტიტუტი არავის გაექურდა. Чтобы никто не украл там что-нибудь, чтобы все осталось там. თითქმის ყველა მეცნიერი ბერლინიდან იყო გაქცეული. მხოლოდ რამდენიმე იყო დარჩენილი, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატი გუსტავ ჰერცი, მანფრედ ფონ ардენი. მაჩვენი ინსტიტუტიდან მოშორებით ჰქონდა საკუთარი კვლევითი ინსტიტუტი. გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ საბჭოთა ჯარების ინტელექტუალური ნადავლი საკმაოდ მოკრძალებული იყო. ამერიკელებმა ოკეანის გადაღმა 1600 გერმანელი მეცნიერი გაიყვანეს. კგბ-მ მოსკოვში მხოლოდ 300-მდე ფიზიკოსის წამოყვანა მოახერხა. გერმანელ მეცნიერებს დიდად აფასებდნენ კრემლში. თუ საიდუმლო ლაბორატორიის საბჭოთა ხელმძღვანელი თვეში 2500 რუბლს იღებდა, იმავე სამუშაოში გერმანელს 14000 სუხდიდნენ. სტალინს წამდა გერმანული ტექნიკის, გერმანელი ინჟინრების და გერმანელი მეცნიერების. ხშირადაც კითხულობდა: ლავრენტი, აბა როგორ არიან ჩვენი გერმანელები? Директор нашего института в Синопе. ჩვენი ლაბორატორიის დირექტორი სინოპში იყო ფონ ардენი. ინსტიტუტი აერთიანებდა სამ განყოფილებას. პირველ განყოფილებას თვითონ ардენი ხელმძღვანელობდა. მეორე განყოფილებას შტეინბეკი და მესამეს მამაჩემი. ардენის განყოფილებას ევალებოდა ურან 235-ის იზოტოპის დაშლა ელექტრომაგნიტური მეთოდით. შტეინბეკმა მოიფიქრა ცენტრიფუგით დაეშალა. მამაჩემი მუშაობდა დაშლის დიფუზიური მეთოდისათვის ფილტრების შექმნაზე. Фильтры, которые пропускали, так сказать, легкие изотопы. ეს ფილტრები ატარებდა მსუბუქ იზოტოპს, ძიმეს კი ტოვებდა. Тяжелые при помощи диффузии. ბირთვული ფიზიკის სპეციალისტები ქვეყანაში კატასტროფულად ცოტა იყო. გამარჯვებამდე ერთი თვით ადრე თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბრძანებით ქვეყნის მასშტაბით ფიზიკოსების აღრიცხვა დაიწყო. აღმოჩნდა, რომ საბჭოთა კავშირში ფიზიკოსების რაოდენობა ფიზიკის მასწავლებლების ჩათვლით სულ რაღაც 4212 იყო. ყველა ფიზიკოსი აღრიცხვაზე აიყვანეს. ფრონტზე გაგზავნილები კი უკან ზურგში გადმოისრულეს. სწორედ ამ ზურგის სამსახურში ფიზიკოსების გადმოსროლამ შეუნარჩუნა სიცოცხლე ალექსანდრე სოლჟენიცინსაც. მას როსტოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული. ამიტომ, როცა 1945 წელს დააპატიმრეს, ის კალიმაზე სპეციალურ ბანაკში კი არ მოხვდა, არამედ მოსკოვთან ახლოს ერთ-ერთ კვლევით ინსტიტუტში, ეგრეთ წოდებულ შარაშკაში გადააგზავნეს. ერთადერთი ფონ ардენი იყო ბირთვული ფიზიკის მცოდნე. მას ჰქონდა ბირთვული ფიზიკის დიდი ლაბორატორია, ციკლოტრონი. სხვათა შორის ციკლოტრონი ფოსტის მინისტრმა აჩუქა. სად ფოსტა და სად ბირთვული ფიზიკა. გამოდის, რომ ფოსტის მინისტრიც ოცნებობდა ატომურ ბომბზე. რა თქმა უნდა, ეს ციკლოტრონი ардენმა სოხუმში წამოიღო. სხვათა შორის ამ ტვირთს მამაჩემის ორი თანამშრომელი აცილებდა. პოტსდამში დიდი სამეულის კონფერენციაზე ამერიკის პრეზიდენტის ჰარი ტრუმენის ერთი გადალაპარაკება სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ სტალინის ბრძანებით საბჭოთა ატომური პროექტი დაჩქარებულიყო. საოცარი დამანგრეველი ძალის ბომბი, რომელზეც პოტსდამში პრეზიდენტი ტრუმენი ლაპარაკობდა, მალე ჰიროსიმასა და ნაგასაკიში აფეთქდა. ამ აფეთქების შემდეგ ატომურმა პროექტმა საბჭოთა ქვეყნისთვის სიკვდილ სიცოცხლის მნიშვნელობა შეიძინა.
ლავრენტი ბერიას განკარგულებით საბჭოთა ატომური პროექტი ორ ნაწილად გაიყო. მოსკოვში მეცნიერთა ერთ ჯგუფს, რომელსაც იგორ კურჩატოვი ხელმძღვანელობდა, დავალებული ჰქონდა უშუალოდ ატომური ბომბის კონსტრუქციის შექმნა, ხოლო მეცნიერთა მეორე ჯგუფს სოხუმში იზოტოპური ურანის მიღებაზე უნდა ემუშავა. სწორედ ურან 225-ის დაშლის შედეგად უნდა გამოთავისუფლებულიყო ის დამანგრეველი ენერგია, რომელიც უზრუნველყოფდა საბჭოთა ატომური ბომბის ტრიუმფს. საბჭოთა ფლორიდაში გადამალულ გერმანელებს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიეგნოთ ურან 225-ის გამოყოფის მეთოდისთვის, რათა სასწრაფოდ აღდგენილიყო ატომური ბალანსი. დაუჯერებელი იყო. გუშინდელი მოკავშირეები, ამერიკა და საბჭოთა კავშირი ბირთვული ომის სამზადისში იყვნენ ჩაბმულნი, ხოლო მათი დაუძინებელი მტერი გერმანელები ოკეანის გაღმა-გამოღმა ატომური პროექტის რეალიზებაში მონაწილეობდნენ. თითქმის ორწლიანი მუშაობის შემდეგ 1947 წლის 12 მარტს აი ამ შენობის, აი ამ კორიდორიდან გერმანელებმა ყველას გასაგონად შეხვირეს. Russen haben das Atombombe. რუსებს ატომური ბომბი აქვთ. ეს კადრები სოხუმშია გადაღებული. კლაუს ტისენმა და ტომას არდენემ აგუძერასა და სინოპში თავიანთი მშობლების ლაბორატორიები 60 წლის შემდეგ კვლავ მოინახულეს. ეს სწორედ ის ციკლოტრონია, რომლის საშუალებითაც მოხერხდა პირველად იზოტოპ ურან 225-ის გამოყოფა. Kinder und es sind hier Gebäude dahinter, die ich aber nicht erkennen kann. Im Negativ sieht man das immer sehr schlecht. Guck dir das mal an. Ja, aber hier ist noch eine spaßige Sache. უმცროსმა არდენემ ლაბორატორიაში შემთხვევით იმ ჩოგანსაც მიაგნო, რომლითაც მამამისი თანამშრომლებს ჩოგბურთს ეთამაშებოდა. სოხუმში გაკეთებული აღმოჩენიდან 2 წლის შემდეგ სემი პალატინსკის პოლიგონზე პირველი საბჭოთა ბირთვული ბომბი ააფეთქეს. სტალინმა თავის კუმირებს ამაგი დაუფასა და მეცნიერების საკუთარი სახელობის პრემიებით დააჯილდოვა. მათ შორის ადოლფ ტისენიც. ალბათ მსოფლიოში არ მოიძებნება სხვა მეცნიერი, რომელიც დაჯილდოებული ყოფილიყო სტალინური პრემიით და ამავდროულად ყოფილიყო ნაცისტური პარტიის წევრი. ადოლფ ტისენი ჯერ კიდევ ნაცისტურ პარტიაში ირიცხებოდა, როცა დიფუზიური მეთოდით იზოტოპ ურან 225-ის გამოყოფისთვის სტალინური პრემიით დააჯილდოვეს. მაშინ სტალინური პრემიის ლაურეატები გახდნენ ასევე ბარონი მანფრედ ფონ არდენე, ნობელის პრემიის ლაურეატი გუსტავ ჰერცი, მაქს შტეინბეგი და კიდევ 10-მდე გერმანელი მეცნიერი. ამ ტრიუმფის შემდეგ საბჭოთა ატომური ობიექტების რუკაზე სინოპისა და აგუძერის ლაბორატორიები საიდუმლოდ მოინიშნა. თუმცა სულ მალე ამავე რუკაზე კიდევ ერთი საიდუმლო ობიექტი გაჩნდა. კრემლში მიღებული გადაწყვეტილებით თბილისის გასწვრივ რადიაციის სამკუთხა ემბლემა მიამაგრეს. ცხეთაში ბირთვული რეაქტორის მშენებლობა დაიწყო. მეცნიერების უდიდესი მიღწევების მშვიდობიანი მიზნებისათვის გამოყენების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია საქართველოში ატომგულის რეაქტორის ამოშენება. ამოვლენისადმი მიძღვნილი მიტინგი გახსნა პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველმა მდივანმა გიორგი გეგეშიძემ. ტრიბუნაზეა აკადემიკოსი ელეფთერ ანდრონიკაშვილი. წლის 21 ნოემბერს გაიხსნა ატომგულის რეაქტორი. რეაქტორი მუშაობს. ატომური ენერგიის კოლოსალური ძალა გამოყენებული იქნება მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, ბიოლოგიაში, მედიცინაში, მეცნიერების მრავალ დარგში. რეაქტორის მეცნიერთა ნამშრომლები იკავებენ მათთვის განკუთვნილ ადგილებს.
გიგა კიკნაძეს მცხეთის რეაქტორის ლაბორატორიაში დაარსების დღიდან არ უმუშავია. მცხეთის რეაქტორში მოგვიანებით მივიდა. თუმცა იგი ლაბორატორიის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების მომსწრეა. 59 წლიდან პრაქტიკულად ეს რეაქტორი მუშაობს როგორც კვლევითი რეაქტორი. ეს არის კურჩატოვის ინსტიტუტის პროექტი. ეგეთი რეაქტორი რამდენიმე არის, არა მარტო ყოფილ საბჭოთა კავშირში, არამედ მაგალითად ერაყში არის ეგეთი, ჩრდილო კორეაშიც ეგეთია, რიგაში ეგეთია, მოსკოვში ეგეთია. ესე იგი ეს არის ტიპიური რეაქტორი. ნუ პატარა განსხვავებები არის, რა თქმა უნდა, ახლა კონსტრუქციაში. მცხეთის ბირთვული რეაქტორიც ერთგვარი კვლევითი ლაბორატორია უნდა ყოფილიყო, სადაც არა ურანის გამდიდრებაზე, არამედ უკვე გამდიდრებული ურანის გამოყენებაზე იმუშავებდნენ. ისევე როგორც სოხუმი, მცხეთაც დიდი საიდუმლო პროექტის ნაწილი უნდა გამხდარიყო. იყო რამდენიმე ისეთი, რაც მთელ საბჭოთა კავშირში მარტო ჩვენთან კეთდებოდა და უნდა გითხრათ, რომ შეიძლება даже მსოფლიოშიც კი პირველები ვიყავით. ჩვენ მოგეხსენებათ აპოლონი, მერე ბურანი, კოსმოსური, ესე იგი ხომალდები. მაგათ ზედაპირი აქვთ კერამიკის ფილებით არის მოპირკეთებული. ეხლა წარმოვიდგინეთ კოსმოსში რა სიტუაცია არის, იქ არის ძალიან დაბალი ტემპერატურები და მაღალი რადიაცია. აი ეგეთ იმას ასე ვთქვათ, გარემოს ჩვენ ვახორციელებდით ჩვენ რეაქტორში. რეაქტორის ამოქმედებიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ საბჭოთა კავშირმა დედამიწის ორბიტაზე პირველი პილოტირებული ხომალდი ვოსტოკი გაიყვანა. ატომური შეჯიბრისგან განსხვავებით, ამჯერად საბჭოთა ქვეყანა უკვე პირველი იყო, ისე როგორც სოხუმის შემთხვევაში მცხეთამაც საიდუმლო მისიის შესრულებაში გადამწყვეტი სიტყვა თქვა. მცხეთასთან რკინის საკვამურიანი ეს უცნაური შენობა თითქმის 30 წლის მანძილზე ინარჩუნებდა ყველაზე გასაიდუმლოებული ობიექტის სტატუსს. რეაქტორის სრული კონსპირაცია პერესტროიკის დროსაც გაგრძელდა, თუმცა ეროვნული მოძრაობის სტიქიურმა ტალღამ ქვეყანაში ბევრი ობიექტის კონსპირაციას დაუსვა წერტილი. მათ სიაში მოხვდა მცხეთის რეაქტორიც. იმდენად ნეგატიური იყო, ესე იგი, საზოგადოების, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება ამ რეაქტორის მიმართ, რომ საბოლოოდ მეცნიერებათა აკადემიამ ჩვენმა მიიღო გადაწყვეტილება რეაქტორის გაჩერებაზე. ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული აქ, მთელი აკადემიის პრეზიდიუმი აქ იყო, ხალხიც ესწრებოდა, ვინც აქ მიტინგებს მართავდა, ვინც ამის წინააღმდეგ გამოდიოდა და ნუ აი ესეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. და მერე უკვე დადგა საკითხი უფრო მოგვიანებით, შემდგომ ნაბიჯების, ასე ვთქვათ, რა უნდა გვექნა. იმიტომ რეაქტორი ის არ არის, რომ აი უბრალოდ გამორთო და მანქანასავით გამორთო და დატო. საჯარო ლოცვები და დროშების ფრიალი მაინც არასაკმარისი გამოდგა მცხეთის რეაქტორის გასაჩერებლად. ურანის ეპოპეის დასასრულებლად პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება იყო საჭირო. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს გადაწყვეტილება თბილისის ნაცვლად მოსკოვში მიიღეს. საბჭოთა კავშირის დანგრევამდე სულ რამდენიმე თვით ადრე მეამბოხე რესპუბლიკას მილიონობით დოლარად შეფასებული ბირთვული საწვავი და მოწყობილობები საიდუმლოდ გაარიდეს. იმისთვის, რომ ბირთვული იარაღი დაამზადო, ოფიციალურად ითვლება, რომ უნდა იქნას გამოყენებული გარკვეული ყველანაირი ურანი არ გამოიყენება. უნდა იყოს მაღალ გამდიდრებული ურანი. აი ჩვენთან აი აქ აი ამ ზონაში, ამ ავში, ჩვენ საწვავი, ეს ბირთვული საწვავი იყო მაქსიმალური გამდიდრების, რაც საბჭოთა კავშირში იყო ნაწარმოები. მხოლოდ უბრალო შემთხვევის გამო დარჩა მცხეთაში 4 კილოგრამი გამდიდრებული ურანი და 800 გრამამდე გადამუშავებული ნარჩენი. მცხეთაში მოსკოველს სტუმრებს იმაზე მეტი ურანი დახვდათ, ვიდრე სარკინიგზო ეშელონზე დაეტეოდა. 49 კონტეინერი საკმარისი არ აღმოჩნდა რეაქტორიდან ურანის სრულად გასატანად. სწორედ ეს დარჩენილი ურანის გატანა გახდება მომავალში არა მარტო საქართველოს, არამედ დასავლეთის მთავარი თავის ტკივილი.
რეაქტორი რო გაჩერდა, მაშინ ძალიან რთული სიტუაცია იყო უკვე მომდევნო წლებში. მოგეხსენებათ, გახსოვთ ალბათ ეს 90-იანი წლები. მაგრამ აი ისე დატოვება მისი როგორც ის იყო, არ იქნებოდა გამართლებული, რადგან აი ეს ავზის, ხედავთ, ეს უჟანგავი ფოლოდისგან არის ავზი გაკეთებული. და მისი ქვედა ნაწილი იქსაც ურანი იყო მოთავსებული, ესე ქვედა ნაწილში საკმაოდ რადიოაქტიული იყო. ამის სულ აი დაჭრა, ამოჭრა საკმაოდ ძალიან დიდ თანხებს მოითხოვდა. ძალიან დიდ თანხებს, მილიონებზე ლაპარაკი. იმიტომ რომ ახლოს ვერ მიხვალ, ხელით ვერ გააკეთებ, ამას სპეციალური დანადგარები ჭირდება, დისტანციური და ასე შემდეგ. საქართველოში დარჩენილი ურანის მარაგებით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდნენ, როცა ალ-ქაედამ, თალიბებმა და სხვადასხვა რელიგიურმა ფანატიკოსებმა ქართულ ურანზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს. ურანის ყიდვა-გაყიდვის ოფიციალური ბაზარი არ არსებობს. საერთაშორისო კანონმდებლობით ურანით და სხვა რადიოაქტიული ნივთიერებებით ვაჭრობა აკრძალულია. კანონს საფუძვლად უდევს ამერიკელი სენატორების, ნანისა და ლუგარის ინიციატივა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ. ამ კანონმდებლობის მიუხედავად ბირთვული პროდუქტების შავი ბაზარი მაინც მუშაობს. აქ 1 ტონა გამდიდრებული ურანის ფასი 60 მილიონი დოლარიდან იწყება. ადვილი წარმოსადგენია, რას გადაიხდიდნენ ქართულ ურანში, რომელიც თითქმის 96%-მდე იყო გამდიდრებული. სწორედ ამ ბაზარზე მოხვდა 1996 წლის დასაწყისში სინოპისა და აგუძერის ლაბორატორიებიდან გამოტანილი ურანი. გაჩნდა საშიშროება, რომ მცხეთის რეაქტორში დარჩენილი ბირთვული მარაგიც იმავე ადამიანების ხელში მოხვედრილიყო. ლევან კიკნაძე აფხაზეთში ომის დროს ქართულ სპეცსამსახურებს ხელმძღვანელობდა. მას პირადად აქვს ჩატარებული აგუძერის და სინოპის ლაბორატორიების სრული ინვენტარიზაცია. მან სინოპის ლაბორატორიიდან ურანის დაკარგვის ფაქტი დაადასტურა. უნდა ითქვას, რომ ყველაზე საშიშროებას შეადგენდა გამდიდრებული ურანი, რომელიც 9 კილოზე მეტი იყო იმავე საწყობში. როგორც იქნა 4 წლის შემდეგ, მერე კომისია შედგა, ეს კომისია შედგა რუსეთის ატომური ენერგეტიკის სამინისტროს მეცნიერების შემადგენლობით, ჩავიდნენ სოხუმში, მაგრამ ქართველები ჩვენ იქ არ დაგვიშვეს, რომ ამ კომისიაში მონაწილეობა მიგებოთ. ამ კომისიამ დაადგინა ურანის დაკარგვის ფაქტი. ბუნებრივია, მათ ეს ვეღარ უარყვეს, რადგან აქტში ეს იყო შეტანილი ურანი და მერე ეს ურანი გაქრა. და საერთაშორისო საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია თბილისში ფუნქციონირებადი უშიშროების და დაზვერვის დანაყოფები. ვიღებთ ჩვენ ინფორმაციას, რომ დაიწყო ამ სამარხიდან ნივთიერებების დატაცება, რომელსაც ხელს უწყობდა არძინბას გვარდიის მეტაური ეგრეთ პაվել ლეშუკი და არძინბას სპეცდანიშნულების რაზმის მეტაური ვალმერ ბუდვა. 1996 წლის 20 აპრილს გაზეთ New York Times-ში გამოქვეყნდა მაიკლ გორდონის სტატია, სადაც ნახსენები იყო მცხეთის რეაქტორი და იქ დარჩენილი გამდიდრებული ურანის მარაგები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს იყო პირველი ნიშანი, რომ ქართულ ურანს რელიგიური ფანატიკოსების გარდა დასავლეთის ოფიციოზით საგანგებოდ ადევნებდა თვალს. რუსეთმა ამაში მოითხოვა საკმაოდ დიდი თანხა, იმიტომ რომ ეს როგორც ნარჩენი უკვე მიდიოდა უნდა წასულიყო რუსეთში. რასაც საქართველოს ვერ გადაიხდიდა. ამიტომაც ამერიკის მთავრობამ გადაწყვიტა დაიფინანსებინა ეს და რომელი წელი იყო 1998 წელი ზაფხულში ამერიკელები ძალიან დიდი ჯგუფი ჩამოვიდა უზარმაზარი თვითმფრინავით ჩამოიტანეს უზარმაზარი კონტეინერები და რაც კონტეინერებში იყო ჩასადები ის წაიღეს ამერიკელებმა ჩამოიტანეს თავიანთი რა თქმა უნდა ესეც იყო გამოყენებული ეს იყო გამოყენებული იმისთვის რომ აქედან იქამდე აი გარეთით გამაგათი ისა კონტეინერი იქამდე მიეტანათ. მე ხდებოდა ამ კონტეინერიდან იმ კონტეინერში უკვე გადატვირთვა.
ის იყო უზარმაზარი კონტეინერი. და იქ ერთი 4 თუ 5 ცალი იყო ეს ანაკრები ჩატვირთული. ზუსტად 2 წლის შემდეგ 1998 წლის 21 აპრილს იმავე New York Times-მა თბილისიდან დიდ ბრიტანეთში ურანის გადატანაზე სტატია გამოაქვეყნა. გამოცემა საქართველოს დედაქალაქში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე წერდა. ამერიკის პრეზიდენტი კლინტონი და ინგლისის პრემიერი ტონი ბლერი 90 სახლში შეთანხმდნენ და დაგეგმეს ეს ოპერაცია თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო. მათ ესე იგი სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული იყო ნარჩენების ქვეყნის გარეთ გატანა სხვა ტერიტორიაზე. ამას ყოველთვის მოსდევს ხოლმე ევროპაში, როდესაც გადააქვთ ეს ამაზე დიდი ამბები ხდება და ამის გამო საიდუმლო იყო ეს შეთანხმება და შეთანხმდნენ, რომ ინგლისში, შოტლანდიის საცავებში, შოტლანდიის ტერიტორიაზე საცავში გაეტანათ ეს ჩვენი ნარჩენი. მაგრამ ეს იქნებოდა ერთჯერადი ოპერაცია და ამისათვის სპეციალურად შეიქმნა ისა კანონში ცვლილება კი არ შეიძლება, მაგრამ ერთჯერადი ნებართვა დაიშვა და ეს იმდენად გასაიდუმლოებული იყო და გარდა ამისა, უბრალოდ ამ რადიაციული ტვირთით და ისა რადიაციული ტვირთით დატვირთულ თვითმფრინავს ვერცად ვერ დასვამდნენ. და ამიტომ ეს ამხელა თვითმფრინავები ჰაერში იქნენ დატვირთული საწვავით, დამატებით საწვავით, რომელიც მათ ჭირდებოდათ თბილისიდან შოტლანდიამდე საფრენად. ამ სპეცოპერაციით საბჭოთა ურანის 70 წლიანი ეპოპეა დასრულდა. ატომური რუკიდან სოხუმისა და მცხეთის სამკუთხა ემბლემები ისევე საზეიმოდ ჩამოხსნეს, როგორც დაკიდეს. საქართველო ურანისგან თავისუფალი იყო, თუმცა ქვეყნის არარადიაციულ ტერიტორიად გამოცხადება, როგორც გამოირკვა, მაინც ნაადრევი გამოდგა. წალენჯიხისა და სვანეთის ტყეებში რადიაციული წყაროების მთელი ჯაჭვი აღმოჩნდა. 2001 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში წალენჯიხის სოფელ ლიადან თბილისის სისხლის გადასხმის ინსტიტუტში 3 მეტყევე ჩამოიყვანეს. მეტყევეები მოწამვლას და საერთო სიზუსტეს უჩიოდნენ. თუმცა გარდა მოწამვლისა, მეტყევეებს სხეულზე სხვადასხვა ზომის დამწრობებიც აღენიშნებოდათ. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ ისინი ვერ იხსენებდნენ, სად, როდის და რა მდგომარეობაში მიიღეს დამწრობა. პირველივე ანალიზებით გამოჩნდა, რომ პაციენტებს სისხლში წითელი ბურთულაკების რაოდენობა თითქმის 0-მდე ჰქონდათ დასული, ხოლო დამწრობები არა თერმული, არამედ რადიაციული წარმომავლობის იყო. დავით ჯიქია სოფელ ლიადან ჩამოყვანილ პაციენტებს მკურნალობდა. მას კარგად ახსოვს ის მსჯელობები, რომელიც უცნობი რადიაქტიული წყაროს და დასხივების მასშტაბებს უკავშირდებოდა. ლიას ინციდენტის შემთხვევაში თვითონ გამომსხივებელი დოზა იმდენად დიდი იყო, ანუ წყაროს ასე ვთქვათ სიმძლავრე იმდენად დიდი იყო, რომ როდესაც 10-12 გრეი საკმარისია, რომ დანახშირდეს კანი, ამ შემთხვევაში კანქვეშ მდებარე ქსოვილები, მაგალითად ნეკნი დამაზიანებელი დოზა იყო 37-40 გრეი. დაახლოებით 4-5ჯერ აღემატებოდა იმ დოზას, რომელმაც შეიძლება ქსოვილის კვდომა გამოიწვიოს. ანუ მან გადალახა ტანსაცმლის ბარიერი, გადალახა კანის დამცავი ბარიერი და ნეკში და ქვეშდებარე ქსოვილებშიც კი ასეთი მაღალი დოზით მიაყენა დაზიანება. აი ეს ამდენად ეს წარმოაჩენს თუ რაოდენ მძლავრი წყარო იყო მონაწილეობდა ამ ინციდენტში და რამდენად მძიმე დაზიანებები მიიღეს ამ პაციენტებმა და რამდენად ტრაგიკული იყო ეს შემთხვევა. მეტყევეები ექიმებთან საუბრებში ყვებოდნენ კონსერვის ქილის მსგავს ნივთზე, რომელიც დიდ სითბოს გამოყოფდა. თუმცა ისინი დამწრობას ამ ქილას არ უკავშირებდნენ. ამიღე ვატია ისა, ვატია ეს. ამ ხელი იყო მაგი. ერთი მხარე იყო თბილი, მეორე მხარე სულცხელი. სპირა ის ამით, აცხების სპირა. თოვლი იყო, მაგრამ იმ ადგილას ჩვენ დავინახებთ ეს რაღაცა, იმ ადგილას არ იყო თოვლი, არ იყო. რა იყო, რა არის ეს ამბავი რა ხდება და წამოვიღეთ. მანქანაში წამოვიღეთ, მაგრამ ვერ მოვედი მანქანამდე. ერთი წაიცა, მეორე წაიცა, დაიწყო ღებინება ორივეს. და მე ბოლოს მე ჩვენ დავაბრაეთ არაყს. არაყი დავლიეთ. მქონდა არაყი და ქვია. სულ დამქონდა გავიგეთ ყეში მივიდი და სვავდით და ზამთარი იყო და სამჭიქა, ოჭიქა სვავდით. დავაბრაეთ ამას. ნაყედი მქონდა მაღაზიაში და დაბეჭდია რა. ჩამოსასწმელი.
ჩამოვედით ლიაში მეორე დღეს სოფელში ჩემთან სახლში 10 დღე ვიყავით კარგად იმის მერე დაიწყო აფია ორივეს უკან ზურგის წვა აფია ფილტრებთან ამ ხაიაზე იყო ამ ისტორიიდან მაინც ძნელი იყო დადგენა რომელ რადიაქტიულ ნივთიერებასთან ჰქონდათ ექიმებს საქმე. წალენჯიხის ტყეების მიუვალ ადგილებში კონკრეტულად რა მოწყობილობა გამოყოფდა ისეთ ენერგიას, რომელიც ადამიანის სიცოცხლისათვის შეუთავსებელ რადიაციულ დამწრობას იწვევდა. ექიმები ცალკე, ჩვენ ცალკე ვეხოცებოდით ამ დაზარალებულებს, რომ მოეყოლათ რეალურად როგორ მოხდა ეს ამბავი. და მალავდნენ იმან იცოდნენ რომ რაღაცა საშინელება ჩაიდინეს, თან ეშინოდათ, არაფერი მოხდოდათ, თან თავის თავზე გამწარებულები რომ ესეთი მაშინ აღმოჩნდნენ სიტუაციაში და თავისი ვერსია რაღაცა შეთხზეს, რომელსაც აწვევიან ბოლომდე. იქ მე ძალიან ბევრი ჩამოდიოდა სოფლიდან 1000 მნახველი ისა და ახსენებდნენ ვიღაცას ხანდაზმულ ადამიანს, რომელიც სადღაც იმ სოფლის რაიონებში, რომელიც იმას ავრცელებდა ხმას, რომ თითქოს აჭარაში მაშინ ახლა ასლანის დრო იყო და ის იყო აჭარა საკმაოდ ჩაკეტილ მდგომარეობაში, რომ მithom იქ ვიღაცა მყიდველი იყო ჩამოსული თურქეთიდან და რაღაცა ესე რო იტყვიან ამ პროვოკაციას წამოეგენ ჩემის აზრით ეს ორი ადამიანი, თუმცა ამას არ ამხელენ და მალავენ. სანამ უშიშროების სამსახურები დაადგენდნენ იმ პირის ვინაობას, ვინც წალენჯიხის ტყეებიდან ჩამოტანილ რადიაციულ ნივთიერებაში ფულის გადახდას აპირებდა, აუცილებელი იყო აღდგენილიყო სრული სურათი, რა ვითარებაში და როგორ მიიღეს მეტყევეებმა დამწრობა. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ მეტყევეები კვლავ ამტკიცებდნენ, რომ ტყეში ნაპოვნ კონსერვის ქილასთან შეხება არ ჰქონიათ და გაცხელებული ქილა მხოლოდ 100 მეტრით გადააადგილეს. ექიმებს სრული სურათის აღდგენაში არა დაზარალებულები, არამედ მათემატიკა დაეხმარათ. თქვენ წარმოიდგინეთ დაზიანება, როდესაც ვითარდება, წყაროსთან მანძილსაც აქვს მნიშვნელობა. წყარო გეომეტრიას თუ როგორ მივიღეთ დაზიანება. მანძილის კვადრატის უკუპროპორციულად წყალოს სიმძლავრე მცირდება. ანუ რას ნიშნავს ეს? თუ კი დავუშვათ 10 სანტიმეტრზე 100 ჯერ მცირდება წყაროს სიმძლავრე. ანუ 1 მეტრ მანძილში 10000 ჯერ შემცირდება წყაროს სიმძლავრე და შესაბამისად რაც უფრო დაბალი ენერგიის წყაროა, მით უფრო ნაკლები საფრთხე გვემუქრება. დასხივების მოცულობიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა აღდგენილიყო სრული სურათი თუ რა დროით და რა მანძილზე ჰქონდათ მეტყევეებს წყაროსთან შეხება. ექიმების გამოთვლებით ამ დრომ 3 საათს გადააჭარბა. დამტკიცდა ისიც, რომ ამ 3-დან 2-ს რადიაციულ წყაროსთან სრული კონტაქტი სწორედ ამ დროით ჰქონდათ. სამწუხაროდ თითქოს და მათ საფრთხის შესახებ გრძნობდნენ ისინი, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ მავთული შემოახვიეს მოცემულ წყაროებს და ასე ვთქვათ ერთი სპეციალურ ზურგჩანთაში ჯოხზე ჩამოკიდეს და მოიკიდეს ზურგზე. 4 კილომეტრი, 5-6 კილომეტრის მანძილზე ატარეს. დაახლოებით ამ მანძილის გავლა სამთოვლში მოუნდნენ სადღაც 3-4 საათი. 3 საათის თავზე პირველ პაციენტს, რომელსაც ასე ვთქვათ, მონაცვლეობით, ხან მარჯვენა ხელით, ხან მარცხენა ხელით ეჭირა წყარო და წყარო მოძრაობდა ვერტიკალური მიმართულებით, დაიწყო გულისრევა პირღებინება, ფაქტიურად შეუძლოდ გახდა და ვეღარ შეძლო გადაადგილება. დაახლოებით მეგობარმა დაეხმარა მეგობარი მეორის წამოღებაში და დაახლოებით 9 კილომეტრში მეორესაც იგივე მოვლენები დაეწყო, ამიტომ გადაწყვიტეს იქვე ქვისძირას ამ გამათბობლების საშუალების ირგვლივ დამსხდარებდნენ და ღამე გაეთენებიათ. მანამდე რადიაციული წყაროები ნაპოვნი იყო ლილოს სამხედრო ბაზაზე. იქ ჯარისკაცები ცეზიუმით დასხივდნენ. ლილოს შემდეგ რადიაციული წყაროები აღმოაჩინეს სვანეთის გზაზე, მდინარე ენგურის წყალსაცავთან, სოფელ ხაიშთან ავტომაგისტრალის გასწვრივ და ხაიშის ჩრდილოეთით, სოფელ იდლიანთან. ჩვენ არ ქონდა ხელთ სქემა,
რასქემით დამონტაჟდა თავის დროზე ეს წყაროები, სამწუხაროდ არ ჰქონდა, ეს მოხერხდა ცოტა უფრო მოგვიანებით. შემდგომში უკვე, როცა გახმაურდა ეს, აღმოჩნდა, რომ ჯვარში ერთ-ერთ ინჟინერთან იმყოფებოდა გარკვეული დოკუმენტაცია, თუმცა სქემები იქაც არ იყო, ზუსტი ის ლოცირების ადგილები არ იყო მითითებული. თუცნაური იყო. ერთი იყო ზედგზის პირზე, ორი იყო მთაში. თის რაღაც სქემებზე ვერ ხვდებოდით და შემდეგ რო დავიდეთ რუქაზე და გავავლეთ სწორი ხაზზე, ზუსტად სწორ ხაზზე იყო ეს სამი წყარო ერთნაირი მანძილით დაცირებული. სვანეთის გზაზე და ხაიშთან ნაპოვნი რადიაციული წყაროები სტრონციუმ 90 იყო. ეს რადიაციული ნივთიერება სპეციალურ მოწყობილობაში იყო ჩამონტაჟებული. ეჭვი უკვე აღარავის ეპარებოდა, რომ ტალენჯიხელი მეტყევეებიც სწორედ სტრონციუმ 90-ით იყვნენ დასხივებულები. მათ კონტაქტი ჰქონდათ რადიაციული თერმოელექტრულ გენერატორთან, რომელიც RIT 90 ქვია რუსულ ენაზე. ეს არის რუსული წარმოების თერმოელექტრული გენერატორი, რომელიც შეიცავს სტრონციუმს და ხდება სტრონციუმის გარდაქმნა ირიდიუმად, რომლის დროსაც გამოიყოფა ენერგია და სწორედ ეს ენერგია გამოიყენება ელექტროგენერაციისათვის. ახლა ლერი მესხი ზუსტად იმ ადგილზე დგას, სადაც დამონტაჟებული იყო საიდუმლო გენერატორი, რომელიც სტრონციუმ 90-ზე მუშაობდა. რადიაციული ფონი დღეს აქ ნორმის ფარგლებშია, თუმცა ლერი მესხი ამბობს, რომ იმ დღეებში, როდესაც აქედან სტრონციუმის კონტეინერი გაიტანეს, რადიაციული ფონი დასაშვებ ზღვარს ბევრად აღემატებოდა. ეხლა აქ არის ბუნებრივი ფონია, რა თქმა უნდა. დღეს არაფერი არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ ამის გარშემო რამდენიმე მეტრში იყო უკვე მომატებული ფონი იგრძნობოდა. იმ შემთხვევაშიაც, როდესაც დაცული იყო და რო გააღებდნენ, რო გახსნიდნენ და ისე აქ უზარმაზარი აქტივობა იქნებოდა. ხო და მე როგორც მახსოვს, მაშინ აი აქედან იყო ის ვედრო და ისა იქიდან ამოიტანეს. ესე იგი სამივე წყვილი ამ რადიაციული ნივთიერებების, რომელიც იყო ნაპოვნი, იყო აემისთანა ზომის ოთახები იყო რაღაცა დაცული ბლოკისგან აშენებული, ჰქონდა რკინისკარები, ბოქლებზე ეწერა ასტაროჟნა რადიაციას, მირწელინა და რაღაც ყველაფერი. და იყო დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლის. და ზემოდან ჰქონდა 4 კაპი, ესეთი ერთად შეკრული და ზემოთ კიდე ამას ჰქონდა 2 ცალი თეფში, საპირისპირო მხარეებზე მიმართული. ესე იგი, დაბლა შიგნი, ამ შენობის შიგნი იყო დაახლოებით 70 სანტიმეტრი დიამეტრის კონტეინერი იყო. ხო და ამ კონტეინერში ინახებოდა ეს ისა წყაროები. ნუ კონტეინერი რა თქმა უნდა დამცავი იყო, მაგისი საკმაოდ კარგად იცავდა დასაშვებ სიდიდემდე და ამ კონტეინერს კიდე ზემოდან ქონდა საინტერესო ლამაზი ისენი სპილენძის ფრთები, რადიატორები იყო, რომელიც იმ დანადგარის რაღაცა კერძო რაღაცა იმას ნაწილს აგრილებდა და ზედამხარე და ქვედამხარე შორის ტემპერატურათა მაქსიმალური სხვაობა იძლეოდა მეტ დენს შესაბამისად და რომელიც მერე საჭირო იყო ამ მისი კვებისათვის, ამ გადაცემის კვებისათვის. აი ამ დანიშნულების იყო ეს სპეციალური სამხედრო დანიშნულებისთვის, როგორც მე აღმოჩნდა, ესენი ყველა ერთ ხაზზე იყო იდეალურ ხაზზე განლაგებული, რომ აუცილებლად ამ ძირითადი დანიშნულება შეიძლება სხვა დანიშნულებაც ჰქონდა რაღაც ღერთვა უწყის, მაგრამ თვითმფრინავებს უჩვენებდა გეს, სწორედ დაბლა სამხედრო აეროპორტები იყო ყველაზე ბოლო მერიაში იყო, ბათუმამდეც, ნუ ყველა ჩადიოდა სამხედრო თვითმფრინავები და ამ თებში რომ რაც შეიძლება დაბლა ჩამოსულიყო და დაკარგულიყო, ნუ თურქეთი და რადარებს რო არ დაენახა და ნუ რაღაცა 1000 მიზეზები შეიძლება ყოფილიყო ამისა. სტრონციუმ 90-ით დაინტერესება რომ დიდი იყო, ეს იდლიანელმა ვიქტორ მჭედლიანმაც დაადასტურა. უცნობების დაკვეთით, მან გენერატორი დაშალა, სტრონციუმის კონტეინერი დანადგარიდან ამოიღო, თუმცა დამკვეთებმა სტრონციუმის შეძენა გადაიფიქრეს. მაგაზე რაღა დაგიმალოდა, ნომერი არ ხდებოდა თუ არა, მილიონებს იძლეოდა ეს კაცი. მაგრამ მე უკვე მოუთვინე და ბუნების თავსას ჩავაბარე ის თავსი მომშეგა.
ენგურის გაღმა მარჯვენა სანაპიროზე არის პატარა სოფელი იდლიანი, რომლის სოფლის ბოლოშიც მთის თხემზე იყო ასევე განლაგებული ისეთივე დანადგარი, სადაც იყო მძლავრი სტრონციუმის წყაროები. ყველაზე განაპირა მოსახლე იყო ეგეთი ვიქტორ მჭედლიანის ოჯახი, მან ის ყველაზე პირველმა გაბედა და გახსნა. და რომ მივიდა ცხელ წყარომდე და ნახა რომ ეს არ ცივდებოდა არაფრით, მოიფიქრა წამოიღო სახლში და ზამთრის თვეებში, შემოდგომა ზამთრის თვეებში ხმარობდა წყლის გასათბობად. და მერე ბოლო რომ მოუწვინე მერე გადავიტანე განზე. სულ. და იმის მერე სულ მოვიშურე მაგილე. ხერო გახმა, იმის მერე უკვე მოვიშურე მაგი წაიღეს პროფესორად რა. ბუნების დაცვის მინისტრი მაგი ჩხობაზე იყო მე მგონი ნინო. და იმან შემოაგზავნა ხალხი და წაიღეს. მე მეტი არაფერი არ ვიცი. წალენჯიხელი მეტყევეების დატოვებული სტრონციუმის გამოტანა ქვეყნის ნომერი პირველი ამოცანა გახდა. მცხეთის რეაქტორისგან განსხვავებით, სტრონციუმის იზოლირება საქართველოს საკუთარი ძალებით უნდა მოეხერხებინა. ერთადერთი დახმარება, რაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსგან შეეძლო მიეღო საქართველოს, ეს იმ სპეცოპერაციის დაფინანსება იყო, რომელიც წალენჯიხის ტყეში სულ მალე უნდა განხორციელებულიყო. ეს იყო საგანგებო სიტუაციების ქვედანაყოფი, რომელიც ამაზე მუშაობდა, მათ გაიარეს დაახლოებით ერთთვიანი ვარჯიში, იმიტომ რომ ჩვენ სხვანაირად ვერ მივუშვებდით წყაროსთან და ვარჯიში იყო იმაში, რომ დროში მომგებიანი უნდა ყოფილიყო, დროში უნდა დიდხანს არ უნდა ყოფილიყვნენ ზონაში არც ერთი და არც ერთი ლიკვიდაციაში მომუშავე ადამიანს არ უნდა მიეღო დასხივება. დამზადდა სპეციალური მოწყობილობები, რომელიც დისტანციურად უნდა დახმარებოდა მის აღებაში ამ წყაროების და განთავსებაში კონტეინერში. გამზადდა უზარმაზარი კონტეინერი 5 ტონი ტყვის მოცულობით. საგორამოში შეკრებილთა ვარჯიშის პარალელურად სამოქმედო გეგმა შემუშავდა. შედგა სპეციალური რუკა, რაზეც დაიტანეს სტრონციუმის წყაროების ზუსტი კოორდინატები. რაც მთავარია, მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში უნდა გაჭრილიყო დროებითი გზა, რომელზეც ტყვის კონტეინერიანი ტვირთმზიდი გაივლიდა და სტრონციუმის წყაროებს მაქსიმალურად მიუახლოვდებოდა. შევიკრიბეთ აქ დაბლა ფოცხოეწერში, ზამთარი იყო თოვლიანი. ის იყო ამინდი ძალიან და აიქ იმ გზიდან აიქ შენობები რო ჩანს, სასტუმროები, იქ იყო პოლიგონი, იქ შეგროვდა სუყელა და წავედით. ეს არის დროებითი გაჭრილი გზა არის, რომელიც სატყეოსთვის იყო თავის დროზე. იქ საშინელი გზა იყო, ძლივს გადავედით იქ იმ ადგილებში და სპეციალური სამხედრიანი მანქანა იყო, ზედ იყო ყარა დამაგრებული ეს კონტეინერი, რო არ გადმოარდნილიყო. სპეცოპერაცია სულ რამდენიმე წუთი გაგრძელდა. საგანგებო რაზმის ყოველ წევრს სტრონციუმის გაშიშვლებული წყაროს გადასაადგილებლად მხოლოდ 20 წამი ჰქონდათ. ერთ ჯაჭვში აკინძულ რაზმს ერთადერთი დავალება ჰქონდა. რადიაციული წყარო სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებულ ტყვის კონტეინერთან, რაც შეიძლება ახლოს უნდა მიედანა. ამ კადრებში კარგად ჩანს, რამდენად სწრაფად მოხდა სტრონციუმის წყაროსთან მიახლოება და მთავარ კონტეინერში გადატვირთვა. შეეშვი დანებე. ახსენდება, რამდენად აჟიტირებული იყო იქაური ექსპერტები, როცა ესე ვთქვათ, როგორც კი წყარო განთავსდა კონტეინერში, რომ რადიაციის ფონი უცებ დავარდა ნორმალურად.
წალენჯიხიდან ამოღებული სტრონციუმის წყარო რიგით მესამე აღმოჩნდა იმ 4-დან, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში საქართველოში შემოიტანეს. ეს ინფორმაცია რუსეთის სპეცსამსახურებმა მხოლოდ მაშინ გაასაჯაროეს, როცა ატომის საერთაშორისო სააგენტო ქართველ კოლეგებთან ერთად რადიაციულ გენერატორებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეძებდა. მაშინ ვერტმფრენიდან ჩატარებული კვლევა უშედეგოდ დასრულდა. ამ რადიაციული წყაროს ზუსტი კოორდინატები დღემდე უცნობია. რუსული მხარე კოორდინატების გასაჯაროებაზე დუმს და ეს დუმილი უკვე მე-15 წელია გრძელდება. ისე როგორც წალენჯიხისა და იდლიანის შემთხვევაში, დღესაც ყველაფერი ცნობის მოყარე მეტყევეებისა და რადიაციული წყაროებით მოვაჭრეთა ენთუზიაზმზეა დამოკიდებული. ეს როდელი ფოტოებია? ეს რომ იყავდათ იმდილი, ხო, იმდილი. სამნი იყვნენ, მაგრამ ის ორი ჩვენ არ გვინახია. ისინი პირდაპირ თბილისში აღმოჩნდნენ იქ საამტყობოში, მაგრამ ისინი შედარებით უფრო მსუბუქად იყვნენ. ეს იყო ყველაზე მძიმედ. თითქოს არაუშავდა, მაგრამ მაინც უღონოთ იყო, ვერ დადიოდა, ყველაფერი ტკიოდა და თანდათან მიეჯაჭვა ლოგინს და 7 წელი სულ გაუნზევლად იწვა ლოგინში. ეს თოკები ქონდა კედელზე ჩამოკიდებული, იმით მობრუნდებოდა საშინელი ტკივილები. საბჭოთა კავშირის დაშლით მიღებული დამოუკიდებლობის საჩუქარი საკმაოდ მძიმე სატარებელი ტვირთი გამოდგა ქართული სახელმწიფოსთვის. მცხეთის რეაქტორიდან წალენჯიხისა და იდლიანის ეპოპეამდე სულ ერთი ნაბიჯი აღმოჩნდა. კოსმოსური პროექტები სტრონციუმით გაცხელებულმა პირსაბანმა ჩაანაცვლა.